საბჭოთა კავშირის პერიოდში და მერე 90-იან წლებში საქართველოს განათლების სისტემა იყო მოწყობილი ისე, რომ ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, ან ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობები, ისინი იყვნენ გარიყული ძირითადი სისტემისგან. ითვლებოდა, რომ ისინი სპეციალური განათლების რაღაც დაწესებულებებში უნდა იზრდებოდნენ. ხოლმე სკოლაში არ დადიოდნენ სხვა ბავშვებთან ერთად. სპეცსკოლები არსებობდა და ამ სპეცსკოლებში ისინი სოციალიზაციას ვერ ახერხებდნენ ჩვეულებრივი გარემოში, რაც ხელს უშლიდა მერე იმას, რომ სკოლას რო დაამთავრებდნენ სრულფასოვანი ცხოვრებით ეცხოვრათ, ხო? ანუ დამოუკიდებელი ცხოვრება ესწავლათ და სხვებსაც ხელს უშლიდა, რომ ესწავლოთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. სადაც 2005-6 წლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ნორვეგიის მთავრობის დახმარებით. ეს იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, რომ საქართველოში დაწყებულიყო დიდი პროექტი, რაც სკოლებს ფიზიკურადაც მოამზადებდა იმისთვის, რომ აი მაგალითად ეტლიან ბავშვს შეეძლოს, რომ შევიდეს, თქვა საპირფარეშოში, რაღაც კლასი იყოს ისე მოწყობილი, რომ ასლა პანდუსები საერთოდ არ არსებობდა ესეთი გაგება, ხო, რომ აი რაღაცა პანდუსით რო შევიდეს ბავშვი და ნელ-ნელა ამ პროექტმა, ნუ გარდა ფიზიკურის იყო ძალკე პროგრამები, აი როგორ უნდა შედგეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა იმისთვის, რომ სხვა საჭიროებების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისი შესაძლებლობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ისწავლოს და დაიწყო, ამან გააჩინა შემდეგ ხალხი სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც დახმარე მასწავლებლებად მუშაობდნენ სკოლებში, შემდეგ ამათაც შეიძინეს სტატუსი და ყველაფერ ამის ორგანიზებას ახდენ და სამმართველო, რომელიც იყო ამ სპეციალური განათლების მიმართულებაზე პასუხისმგებელი. როცა არსებობს სამმართველო, ან როცა არსებობს განათლების სამინისტროში რაღაც ერთეული, რომელიც მართავს ამ პროცესს, მაშინ არსებობს პასუხისმგებელი პირიც, ხო, ვისაც შეიძლება ვიღაცამ მოთხოვოს პასუხი რაღაც, ну, თქვათ, იმაზე, რომ ძალიან ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი, ან მოთხოვოს ახალი მიმართულების დაწყება, მაგალითად ის, რომ სახელმძღვანელოები გაჩნდეს ამ ბავშვებისთვის, ან ის, რომ მაგალითად უფრო მეტ სკოლაში შეიქმნას ფიზიკური პირობები, რომ მაგალითად სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ცალკე ოთახი გაკეთდეს, რომ აი თუ პრობლემა აქვს, თქვა ემოციებს ვერ თოგავს, ან ჭირდება განტვირთვა, დასვენება, რომ აი ესეთი ოთახი არსებობს, გავიდნენ, ხო? და როდესაც ეს პროცესი იწყებოდა, მაშინ არათუ სამმართველო საერთოდ არ არსებობდა კაფიო პოლიტიკა და ჩვენ აი სადღაც 2007 წლიდან დღემდე, ანუ დაახლოებით 18 წლის განმავლობაში მივიღეთ ის, რომ რადგან ჩამოყალიბდა ეს რაღაცა კონკრეტული ჯგუფი სახელმწიფო იმაში სამინისტროში და ასევე ჩამოყალიბდა საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელიც ამზადებს სპეციალურ მასწავლებლებს, მერე გაჩნდა მასწავლებლების რაღაცა მართვის მექანიზმები, როგორ უნდა მოხდეს მათი ანაზღაურება სკოლებში შეშვება და ასე შემდეგ. და როცა სკოლებმა უკვე ისწავლეს მათთან ურთიერთობა, მერე გაჩნდა დაფინანსების სისტემა, რომელიც განსაზღვრავდა უკვე სკოლების დაფინანსების სქემაში როგორ უნდა იყოს ჩართული და ან მთელი სისტემა არის, რომელიც ემსახურება კონკრეტული ბავშვის. უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი იყო გამოცდილებაც და რაღაც ალბათ მორგებულიც აქ როგორ უნდა მომხდარიყო მუშაობა, ძალიან ბევრი. კი, და თან რაც თავარია, ამ 18 წლის განმავლობაში ეს მხოლოდ ამ ჩვენი სამინისტროს შედეგი არ იყო, ეს იყო კიდე ნორვეგიის მთავრობის და ჩვენი სამინისტროს ურთიერთობის შედეგი. ანუ მაგალითად ნორვეგიელები ეხმარებოდნენ ქართველ სპეციალისტებს, რომ იქ მაგისტრატურა გაევლოთ, ამ მთელი პროგრამები იყო, უამრავი ქართველი ახალგაზრდა წავიდა იქ, რომ ესწავლა სპეციალურად აი ეს საქმე. შემდეგ ეს ხალხი რო ჩამოდიოდა, იწყებდნენ მუშაობას სხვადასხვა ადგილას, ხო, იყო რაღაცა საბჭოები, რომელიც განსაზღვრავდა არის თუ არა ბავშვის სპეციალური საჭიროებების რა ჭირდება, იყო სამინისტრო სამმართველო, იყო საუნივერსიტეტო პროგრამები და უცებ ეხლა მხოლოდ იმიტომ, რომ აი ამ სამმართველოს თანამშრომლების ნაწილმა თუ შეიძლება ყველა არც ვიცი, ხელი მოაწერა პეტიციას, რომ სადაც თქვეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ამიტომ ეს ხალხი გამოუშვეს და იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ გაასაჩივროს მათი გამოშვება, რეორგანიზება გააკეთეს ამ სამმართველოში. ან სამმართველო გააუქმეს, იმისთვის, რომ სასამართლოში თუ წავა ეს ხალხი, ხო, სათქმელი კონდეთ, რომ აგერ ჩვენ რაღაცა სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებასთან ერთად გავაერთიანოთ. ამიტომ რომ ეს ადგილი აღარ არსებობს, ის პოზიცია აღარ არსებობს და ამიტომ მოგვიწია ამ ხალხის გაშვება, თორე კი ვიცით, რომ ეს ხალხი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, ფაქტია, რომ ეხლა ძალიან ისედაც გამოწვევების წინაშე დგანან
ისინი, მაგრამ ახლა რაღაცა მარტონი არიან, შეიძლება ესეც ვთქვათ? არა, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომ მარტონი არიან, მაგრამ უბრალოდ ფოკუსი აღარ ექნება სამინისტროში. სამინისტროში ვერ ვიპოვით პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ექნება იქ ძალაუფლება იმისთვის, რომ დაარწმუნოს სხვა დეპარტამენტები, ეს სხვა სამმართველოები და სხვა დეპარტამენტები, რომ მიხედონ ამ საკითხს. ანუ რატო არის სამმართველოები შექმნილი, ხო, რომ სამმართველოს ხელმძღვანელობა მე მაგალითად ფინანსურ სამმართველოს ეუბნება, რომ აი ჩვენ გვჭირდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ჩანდეს ინკლუზიური განათლება. ისინი მუშაობენ ხოლმე როგორც ერთეული, მაგალითად დაფინანსების სქემებზე, ურთიერთობებზე, საერთაშორისო რომ წოდნა მოიზიდონ, ან რაღაც გრანტები მოიზიდონ და სხვა. ანუ ეს სტრუქტურები არ არის უბრალოდ იმისთვის გაკეთებული, რომ ვიღაცას ხელფასი ჰქონდეს. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამმართველოს უფროსის ხელფასი არის უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივი სპეციალისტის ხელფასი და თუ შენ ყავს მაგალითად ნორვეგიაში მომზადებული სპეციალური საჭიროებების სპეციალისტი, მას ბევრი სხვა საშუალება აქვს, რომ სხვაგანაც იმუშაოს. თუ ნორმალურ ხელფასს არ შეესთავაზებ, ანუ მისთვის შეიძლება არც იყოს საინტერესო ის, რომ ბიუროკრატიაში იმუშაოს, თან ისეთ ბიუროკრატიაში, სადაც რაღაც ხალხი მოდის, ეს მინისტრები ესე გავლით არიან, ხო, რაღაც ერთ წელი ჩაივლიან, ეს ჩემი კოლეგა გასტროლებზე მყოფ მინისტრებს ეძახის, რომ ეს ჩაივლიან, რაღაცებს გააფუჭებენ, მე ახალი მოვაგ, ისიც გააფუჭებს რაღაცას და ყველა ეს სპეციალისტები უხსნიან ყველა ახალ მინისტრს, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მიმართულება და სხვა. ეს თან მარტო ინკლუზიურ განათლებას არ შეეხო, ეს შეეხო მაგალითად სკოლამდელ განათლებასაც, ხო? ან განათლების სამინისტრო უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ სკოლამდელი განათლების მაგალითად პროგრამები შემუშავდეს ახალი, რომ აღზრდელებს კონდეთ უკეთესი ცოდნა, რომ ასევე მუნიციპალიტეტების დაფინანსება, გაუმჯობესდეს სტანდარტები შეიქმნას, როგორი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ და ეს ცოდნა რო იყრის თავს და უცებ ვიღაცა პოლიტიკური ნიშნით რო გაათავისუფლებს ამ ხალხს. აი მახსოვს წინა ხელისუფლების დროს რამდენიმე დირექტორი გაუშვეს, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევა იყო, ბავშვები გამოვიდნენ და გამოსაშვები გამოცდების შემოღება გააპროტესტეს და ამ სკოლის დირექტორები გაუშვეს სამსახურიდან და ჩემი სტუდენტი ზუსტად ლექცია მქონდა, როცა ეს მოხდა და მეუბნებოდა, რომ ესეთი ამბავი მოხდა, გაუშვეს გამოცდილი დირექტორი სამსახურიდან და ის მეუბნებოდა ერთ-ერთი წარმოიდგინეთ სრულად გამოუცდელი სტუდენტი მაგისტრატურის პირველ სემესტრში, კი მაგრამ უფრო ძვირი არ დაუждდებათ ამ ახალი ხალხის პოვნა და მათი მომზადება. ანუ ის დამწყები სპეციალისტიც არ არის, ხო, ჯერ არ უსწავლია ეს სპეციალობა, ისიც კი ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ უაზრობა ამის. ხო, ეს ცალსახად შურისძიებაა და პრინციპში ყველას მიადნენ, ვინც ამ პეტიციას ხელი მოაწერა და თუ კი აქამდე ვინმესთან არ მისულან, აი ესეთი ქმედებები მიგვანიშნებს, რომ ეს ასეც იქნება. არ გვაქვს ბევრი დრო და ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთ საკითხს შევეხო. თქვენც დაბარებული ხართ თუ ვწდებით ოლგიანის? მე ჯერ დაპატიჟებული არ ვარ. ხო, ნუ დაპატიჟებაც სავარაუდოდ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შემდეგ ოფიციალური მოწვევაც გამოგიგზავნოთ მან ამ კომისიაზე. კი ბატონო, ხო, ანუ როგორც თვითონ გადაწყვეტენ, მაგრამ ამ საკითხზე უნდათ, ხო, ხო, ამ საკითხზე უნდა ხალხს როგორ უშვებდნენ, როდისღაც 20 წლის წინ გაუშვეს თუ არ გაუშვეს ხალხი პოლიტიკური ნიშნით, მაგალითად უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტებიდან და აი ძალიან საინტერესოა ის ხალხი, ვინც დღეს აკეთებს ამას, როგორ უნდა გამოიძიოს 20 წლის წინანდელი საქმე. თქვენ მიხვალთ ამ კომისიაზე თუ ოფიციალურად იქნება? აი ნახოთ, ახლა დაპატიჟება არც ისე კეთილგანწყობილი იყო და მე დაბარება როგორ იქნება, მე იქიდან გამომდინარე. კეთილი, მადლობას გეტყვით სტუმრობისთვის.